თუ გსურს გახდე სერიოზული ინფო ციგანი, რომელიც მინიმუმ $10,000 გამოიმუშავებს ერთ თვეში, მომისმინე ბოლომდე. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ინფო ციგანი ძალიან ცუდი სიტყვაა და შეურაცხყოფას აყენებს ციგნებს, როცა შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ინფო ქართველი რო დაეძახათ ამ ტერმინისთვის, საერთოდ არ გაგისტორდებოდა მე მგონი. ხო, თუ გაინტერესებს როგორ შექმნა ონლაინ კურსი, ანუ შეიძლება იცოდე კიდეს როგორ შექმნა, მაგრამ გეშინია რომ არავის დასჭირდება და არ გაიყიდება და დროს ტყუილად დახარჯაო. მაშინ ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს. ნუ პირველი რაც გჭირდება, ვიპოვოთ კურსის იდეა. შეხედე შენს უნარებს, რაში ხარ ექსპერტი? აი რა სფეროში იცი მოსახლეობის 90%-ზე მეტი. კარგად აფიქრდი. ეს შესაძლოა უკვე იყოს ის, რასაც ავტომატურად აკეთებ და სხვისთვის რთულია. მაგალითად, ის ადამიანი, რომელმაც არის ის მოტოციკლის ტარება, იმისთვის წარმოუდგენელია მასზე დაждდომა, როცა ის ადამიანი, რომელიც კარგად ატარებს, ის არც კი ფიქრობს უკვე იმდენად ავტომატზე აქვს ჩამჯდარი. მაგალითად, თუ იცი ინფორმაციის სტრუქტურირება სწორად, ეს უკვე რაღაც უნარია. თუ იცი გრძელი სათქმელის თქმა, მოკლედ, ეგეც უკვე უნარია. ასევე მოусმინე აუდიტორიას, რა კითხვებს გისვამს და იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორია არ ყავს, შეგიძლია დაძებნო სხვა პოპულარულ ბლოგერებთან კომენტარებში თუ რა კითხვებს ვამენ. შეამოწმე, არის თუ არა ხალხი მზად ფულის გადასახდელად. კი, შეგიძლია დაანონსო უკვე კურსი, შეგიძლია გაყიდვების კი გახსნა, თუ ნახავ, რომ ჩარიცხვები მოდის, კურსი მზად არ არის, დარწმუნდები იმაში, რომ მუშაობს და შემდეგ შეძლებ ამ თანხის დაბრუნებას უკან კლიენტებისთვის და დარწმუნდები იმაში, რომ შენი კურსი სჭირდება ხალხს. ნუ ელოდები იდეალურ თემას, რომელსაც აი მაგრად შეისწავლი და ჯერ გჭირდება სერტიფიკატების და დიპლომების აღება, სანამ გექნება მორალური უფლება ვიღაც სასწავლო. არ არის ეგრე. თუ უკვე შეგიძლია ვიღაცას რაღაც ასწავლო, ნუ ელოდები რაღაც ქაღალს დაიწყე სწავლება. დაწერე კომენტარებში შენ რის იკეთება შეგიძლია მოსახლეობის უმეტესობაზე უკეთ. მე ხო ზუსტად ამაში ვეხმარები ხალხს, როგორ გადააქციონ თავისი ცოდნა მომგებიან ონლაინ პროდუქტად. მაგრამ თუ შენ გეშინია იმისი, რომ ონლაინ კურსი გექნება და დაგეძახებენ ინფო ციგანს, ამას თავს ვერაზროს ვერაული. ვერაზროს აული გვერდს იმას, რომ შენ შრომას ვინმე ოდესღაც გაუფასურებს. და თუ ამას მიაქცევ ყურადღებას, არაფერი გამოვა. ამიტომაც დაიგე და სხვისი აზრი, მაინც ყველანი მოგხვდებით.